სამყაროს შესასწავლად ომი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. ომის წყალობით მთავრდება სტაგნაცია და დგება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რუქები. ომი განსაზღვრავს უძლიერეს და მათზე დამოკიდებული სახელმწიფოების სიას. ომის შიში ატკბობს დიპლომატთა ენას და ხსნის ოლიგარქთა დალუქულ ხაზინებს. როცა ომია, ის ყველაფერს და ყოველივეს მოიცავს, მაგრამ როდესაც მოდის მშვიდობა, აღარავის სურს მეომრების გახსენება. ხშირად ამბობენ ომის შემდგომი სინდრომი. რა არის ეგ ზუსტად არავინ არ იცის, ყველას გონია რომ ეს ნერვებია. ნერვები კი არ არის ეგ, ელემენტარულად ეს არის ადამიანები, რომლებმაც ზღვარი გადალახეს. მათ საშუალება აღარ არის, უკან ვერ გადმოაგდებ. ეს წიგნები, ეს ყველაფერი რა ვიცი. უამრავი სიბრძნე წერია, ხო? მე ვის რა შეარგია, თუ ინგრევა ერთს ყველაფერი. ისევე როგორც ბევრი თბილისელისათვის სამოქალაქო ომი იმისთვისაც მაშინ დაიწყო, როცა რუსთაველის გამზირზე ოჯახის წევრის მოსაძებნად გასული მოულოდნელად ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. დავით თევზაძის და სხვა მომიტინგეებთან ერთად რუსთაველზე ჩარჩა. იმ დროისათვის, როცა მას ქმარმა და ძმამ მიაკითხეს, წარმოუდგენელი დრამა უკვე დაწყებული იყო. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე გამეტებით, ასე ერთბაშად ქართველები დაუწყებდნენ ერთმანეთს სროლას. რომ მივადექით, მეორე უკანა მხრიდან მივადექით, ქაშვეთში ყოფილა ეს ხალხი. შეძლებთ ქაშვეთში ვეღარ შევედით. ბუნებრივი იქიდან ხარ წამოვიდოდი და განათლებით ფილოსოფოს დავით თევზაძეს ამოამდე ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის სავალდებულო სამხედრო სწავლებაზე თუ ენახა. მთელი მისი გარკვეულობა ეგრეთ წოდებულ ყველაზე მამაკაცურ საქმეში აღმოსავლური ორთაბრძოლების შესწავლითა და მაკედონელის მოღვაწეობაზე არისტოტელეს ფილოსოფიის გავლენის ინტერესით შემოიფარგლებოდა. 40 წელს უკვე გადაცილებულ მრავალშვილიან მამას ალბათ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ის ცხოვრება, რომელიც როგორც თავად მოგვიანებით იტყვის, მხოლოდ გარემოებათა დამთხოვის წყალობით ერგო. მე მინდოდა ერთადერთი რამე ჩემი დამენახა და წამომეყვანა სამი. მაგრამ მე დაჭრილი ვნახე, მე ვიღაცას რაღაცაში დავეხმარე, მე ვიღაცას. მე სულ გადამავიწყდა ჩემი და მე აღმოჩნდა სახლში მესამე დღეს მივედი თუ მეოთხე დღეს. მაგრამ ის თან რო აღარ ვიყავი. დენთისა და სისხლის სული, პატრიოტული იდეები და საკუთარი ძალის შეგრძნება. მხოლოდ იდეებთან ბრძოლას მიჩვეული მეცნიერისათვის არა მარტო ახალი, არამედ წარმოუდგენლად უცხოც უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი დავით თევზაძემ ისე მოირგო, როგორც მისთვის შეკერილი სამოსი. ალბათ ისევ გარემოებათა დამთხოვით ომს ფიზიკურად გადაურჩა, თუმცა მან მისი მშვიდობიანი ცხოვრება დიდი ხნით დაასაბარა. ომში ბევრმა რამე მერდვაშად დაკარგა აზრი. ძალიან ბევრმა რამე, მათ შორის მეცნიერება, მით უმეტეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორც ლოგიკა ვთქვათ. ამდენი სისხლი ერთ მხარეს, ამდენი ადამიანი ერთ დღეს არის, მეორე დღეს არ არის, ვფიქრობ ამას, მთელი ცხოვრება რას აკეთებ, აი, ხვალ არ იქნები, მე რა. ბარიკადებზე კი აღმოუჩდი და ყველაფერი, მაგრამ რეალურად ეს არ იყო ჯერ, არც ომი, არც ბრძოლა, ეს რაღაცა თითქოს შესავალი იყო მე რაღაც სხვა ცხოვრების, რომელიც მე გახდა ჩემი ნაწილი, თუ მე გავხდი მის ნაწილი. ქართული ჯარის შექმნა ქართული გენეტიკისათვის დამახასიათებელი სპონტანურობით მოხდა. არავითარი კრიტერიუმები და სავალდებულო უნარჩვევები არ იყო საჭირო. იმ დროის მთავარ ლოზუნგად ქცეული პატრიოტიზმი, მოხალისის გულუბრყვილობა და შენ ჯარისკაცი ხდებოდი. სტუდენტები, ექიმები, მასწავლებლები, მოწიფულ ასაკში თუ ჯერ კიდევ გუშინ არასრულწლოვანები მოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სხვადასხვა ფორმირებებში ეწერებოდნენ. როდესაც საუბარი დაიწყო ეროვნულ გვარდიაზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მასიურად ტოვებდნენ საბჭოთა ჯარს და საკუთარი ნებით დგებოდნენ დამოუკიდებელი სამშობლოს სამხედრო სამსახურში. თავიდან ეს მოძრაობა 9 აპრილის ფონზე აგორდა.
თბილისის ომის შემდეგ კი შედარებით ორგანიზებული სახე შეიძინა. 92 წლის დასაწყისში დედაქალაქიდან მოვლენების ეპიცენტრმა დასავლეთ საქართველოსაკენ გადაინაცვლა. თბილისში ყაჩაღობების სერია დაიწყო. სწორედ მათ ასალაგმავად შეიქმნა რამდენიმე შეიარაღებული ფორმირება. მათ შორის ერთ-ერთს დავით თევზაძე ჩაუდგა სათავეში. არ მოგატყუებთ, ბევრ გაუგებრობაში მოვყევით მაშინ. ხო, სახელი შეირჩა ძალიან არ ერქვა მაგას ორბი. ჩაითვალა ასე რბ, კარგად ჟღერს. მიება ორი ხმოვანი. სამაგიეროდ დავიმსახურეთ პრესაში ძალიან საინტერესო ისა. გამოხმაურება. ძორი მჭამეა პრიმერ. დაგვარქვეს ხო. ალბათ ისიც საჭირო იყო, არ ვიცი ხო. მოგითხვა იგი, მოგითხვა. ბავშვებს მიხედავს, ბავშვებს. თევზაძის ორბმა დიდხანს იარსება. მოგვიანებით გაფორმდა როგორც გვარდიის რეზერვი. ამ სახით ის ჯერ ცხინვალის მისადგომებს იცავდა, მერე აფხაზეთისას. გაგრის დაკარგვის შემდეგ, როდესაც თბილისის ზღვის ბაზაზე დაკომპლექტდა ყარყარაშვილის ცნობილი მე-11 ბრიგადა, ორბს ახალი ფუნქცია გაუჩნდა. დაზვერვის ასეულად ჩამოყალიბდა და საბრძოლო მოქმედებებშიც უკვე ასეთი სახით იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ვიბრძვით წოდების გარეშე, ვაგონების გარეშე. იქნება თუ არა აი ამ ომის დამთავრების შემდეგ ვინმე ან გამარჯვებული ან დამარცხებული. როგორც ფილოსოფი. თუ ასეთ კვალიფიკაციას მივცემთ, რომ ეს სამოქალაქო ომია, მაშინ სამოქალაქო ომში არ არსებობს არც გამარჯვებული, არც დამარცხებული, მაგრამ აქ დასამარცხებლად არავინ არ არის ჩამოსული. აქამდე იგი უბრალოდ ერთი ქალაქელი კაცი იყო, ფილოსოფოსი და ჰუმანიტარი, რომელიც სამოქალაქო ომმა შეაიარაღა და ფორმაში გამოაწყო. მაგრამ ამას მისთვის ჯერ ისევ ზღვის ტყავში ცხოვრება ერქვა. აფხაზეთში ომის დაწყება დაემთხვა პერიოდს, როდესაც დავით თევზაძემ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს უნდა დაბრუნებოდა. 43 წლის ფილოსოფოსი დანიაში ალბურნის უნივერსიტეტში გაემგზავრა. ჩამოვედი აქ უკვე სექტემბრის დასაწყისი იყო და ისე ჩანდა, რომ მშვიდობაზე იყო ხალხი მოლაპარაკებული, მაგრამ მე იყო გაგრა ზუსტად. მე იყო კიდე ისეთი რაღაცები, რის გამოც ახალგაზრდა არ ვიყავი, მაგრამ არ ძალიან ბებერი და ჩავთვალე, რომ სახში ჯდომა გამიჭირდებოდა. როგორც ანდაზაშია, ურემი რომ გადაბრუნდება. გაგრის დაცემის შემდეგ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი რესურსების მობილიზების მიზნით უფრო ერთიანი, კვალიფიციური და მოწესრიგებული სამხედრო სისტემის შექმნაზე დაიწყეს როლა. დავით თევზაძის ორბი აფხაზეთის ომში გია ყარყარაშვილის თეთრ არწივთან ერთად იბრძოდა. დანიიდან დაბრუნებული ფილოსოფოსი პირდაპირ სამხედრო წვრთნებზე მოხვდა. ორთვე ნახევარში კი ახლად ჩამოყალიბებული მე-11 ბრიგადის შემადგენლობაში. ბოლომდე გასამხედროებული დავით თევზაძე აგუძერის ბაზაზე ნამდვილი ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. მისმა დიდმა ოჯახმა ამის შესახებ ორი კვირა არაფერი იცოდა. იმალავთ, ვეუბნებოდი მოსკოვში ვარ მევლინებით მეთქი. და არ მაგზნუვინეს, რომ იცოდნენ ხო, არ ჰოსპიტალში რომ მოვხვდი მე წნელი იყო დამალ. თუმცა არ დაუშლია. არც ერთს არ მეუღეს. ერთი იყო რომ მამამ მკითხა სირბილი თუ შეგვიძლია. იმას აქში ვიყავი წესით არ უნდა შემძლებოდა. თევზაძეს და მის სადაზვერვო ბატალიონად მონათლულ ორბს თავისი მონაკვეთი ოჩამჩირესა და სოხუმშორის მთელი ომის განმავლობაში ეჭირა. საჭიროებისამებრ მონაწილეობდნენ სხვა ბრძოლებშიც. ნამდვილი ომი ჯარისკაცად მონათვლის ყველაზე მძიმე ცერემონიალია. მაგრამ ამ ცერემონიალის შემდეგ, როგორც წესი, სხვა ტყავში ვეღარ გაიმართება. თევზაძის ბატალიონში სათითაოდ ყველა მეომარი უმძიმესი გამოცდილებით გადიოდა ამ ნათლობას. ესე ყველაზე მძიმე იყო მაინც 16-17 მარტი. პირველი იყო ჩემთვის ესეთი. და
და მეორე როცა ჩვენ ზურგში დესანტი აღმოაჩინეთ. ვერ მოვიგერეთ. ორ დღე ნახევარი ვებრძოლეთ და მე ჰოსპიტალში მოვხვდი, მე დანარჩენებმა იბრძოლეს. მაგრამ კარგად ვიბრძოლეთ. მოგვიანებით დავით თევზაძეს მთელი მე-11 მოტომსროლელი ბრიგადა გადააბარეს. ომში სულ სხვა ეთიკა. ერთის მხრივ ბრძოლის ველზე ნანახი სურათები ფიქრისა და განსჯის საუკეთესო მიზეზი უნდა იყოს, მაგრამ მოვლენათა განვითარების სისასტიკე განყელებული აზროვნების დროს არ გიტოვებს. აზრისა და ქმედების ერთიანობა ერთადერთი სწორი გზაა გადასარჩენად. თუ ვინმე ცოცხალი არის, შემთხვევით ცოცხალი ახლა, ამიტომ ლაპარაკად არ ვერცავ. ერთია რომ შენ არ უნდა იყო დამნაშავე იმაში, რომ მეგობარი იკარგება. იქ სხვისი სიცოცხლე უფრო ღირებულია ვიდრე შენი. სხვანაირად ვერც ვერასოდეს ვერ იომებ. სოხუმი დაეცა. ქალაქი ყველამ დატოვა. თევზაძემ სოხუმის დაკარგვით არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილი, არამედ მშობლიური ქალაქიც დაკარგა. ერთად ბავშვობა თვითონ იყო რაღაც. ან ისეთი. ნათელი. დედა იყო ორი ხელობა ქონდა, ასე ვთქვათ. სტომატოლოგი იყო და ქართულის მასწავლებელი. სამ სოხუმში ცხოვრობდით. მამა პედინსტიტუტში მუშაობდა. სურათი მახსოვს ერთი ძალიან ნათელი. სიანი ამინდი, მწვანე ხეები და მოლივლივე ზღვა. ძალიან დიდი ხნის წინებას ყველაფერი. თუ ომის დროს ქმედება გადამწყვეტია, ომის შემდეგ ყველაფერი იცვლება. დამარცხებული მეომრის ერთადერთი თავშესაფარი ხშირად მხოლოდ ფილოსოფიაა. ადამიანები, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სახლებში უცხოებივით ბრუნდებოდნენ. მათთვის ყველა ნივთმა, ყველა მოვლენამ, სიტყვამ, სხვა აზრი და დატვირთვა შეიძინა. სახლშიც ისე შეხვდნენ, როგორც არასასურველ სტუმრებს. საზოგადოება ვეტერანთაგან თავს შორს იჭერდა. არ სურდა დამარცხების გაზიარება. თითქოს აფხაზეთი მხოლოდ სამხედროებმა დაკარგეს და არა ყველამ ერთად. სირცხული ძალიან ისეთი გრძნობაა რა. გარდა სირცხulis ახლა ეს. შეგეძლო შეძელი ვთქვათ. ბევრი კომპონენტი იყრის თავს და ეს ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ იტანს მაგას. ზოგი იქარი მაგარი და მე აქ რო ჩამოდის სხვა რაღაცა ემართება. მას სჭირდება ჯანმრთელი საზოგადოება. შეძლოს ამნაირი ადამიანების ხელახლა ათვისება როგორც საზოგადოების წევრების. ჩვენი საზოგადოება არ იყო მაგისთვის ზად. გახსოვებათ ახლა. თუ რამე დაშავდებოდა თბილისში. ესეთი ისმიდიოდა გვარდიელის ფორმით. ეს ხო გვარდიელის ფორმით, რა ფორმა იყო ამისთან გვარდიელის. ციმერა იყო, იცით? ერთგვარად აღმოჩნდა, რომ ის რასაც ჩვენ ვაკეთებდით, თურმე არავის არაფერს არ ჭირდებოდა. ჩვენ თვითონ არ ჭირდებოდით არავის არაფერში. ეს ფორმით რო დავდიოდით, ეს იყო კეთროვანით. ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლი სიგარეტის კოლოფის გამოცეფაში მოხვდა მაგალითად. აი ეს უფრო ამძიმებდა ფონს ვიდრე ის. ვიდრე სხვა რამე. მატერიალურად რა ყველაზე ერთნაირად უჭირდა. სამოქალაქო ომის ნარჩენებზე დაშლილ სახელმწიფოში ვეტერანებისათვის ციხესა და სიმშილზე უფრო დიდი საფრთხეც არსებობდა. მაგალითად, გია ყარყარაშვილზე განხორციელებულ უამრავ ტერაქტთან ერთ-ერთში დავით თევზაძეც მოყვა. სადაც არ სჯობს, გაცლა სჯობსო ნათქვამია. პოლკოვნიკი დავით თევზაძე მშვიდობიან დროში თავს უფუნქციოდ გრძნობდა და სერიოზულად ჰქონდა განზრახული, ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა. დაბრუნებოდა დიდი ოჯახის მამის ყოფას, წიგნებს, ფილოსოფიას და მშვიდობას. მაგრამ 93 ნამდვილად არ იყო მისი წელი. დეკემბერში მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი უმცროსი ვაჟი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. შვილი რო დამეუპა. მაშინ ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა.
ყველაფერი მეგობარი აღმოჩნდა. ახლოს ძალიან. იმდანაც ახლოს, რომ ფიზიკურად შემეხო და მომჩვარების საშუალება არ მომცა. გია ყარყარაშვილი ერქვა იმ მეგობარს. ეს რაღაც საათებში მოხდა. გია ყარყარაშვილმა მეგობრისათვის საბედისწერო დღეებში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. სწორედ მან დაუსაბუთა, რომ მისი სამხედრო კარიერა შემთხვევითი მოვლენა არ გახდათ და რომ ქვეყანას ამ ამპლუაში კიდევ სჭირდებოდა. ყარყარაშვილის რჩევით დავით თევზაძემ სამხედრო საქმის პროფესიულ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. 94 რომი ნატოს თავდაცვის კოლეჯი, 95 გერმანია უსაფრთხოების კვლევათა ჯონ მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი, თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი, 1996 ამერიკა, ლეკლენდი, ტეხასი, თავდაცვის ენათა ინსტიტუტი, 1996 ამერიკა, ფორტ ლევენვორთი, კანზასი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯი. კვალიფიკაციის მატებასთან ერთად ვითარდებოდა მისი კარიერაც. 94 წელს, როცა თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი გადადგა და მისი ადგილი გენერალმა ნადიბაიძემ დაიჭირა, თევზაძე საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსად დაინიშნა. 97-ში ამერიკიდან დაბრუნებულ თევზაძეს საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში ახლად შექმნილი სამხედრო ძალების მთავარი სამხედრო ინსპექციის მართვა დაევალა. მისი მოვალეობა პრეზიდენტისათვის ანალიტიკური მასალის მომზადება იყო. ამან საშუალება მისცა 1 წლის განმავლობაში გაცნობოდა ყველა სტრუქტურას და გაეგო, როგორ ფუნქციონირებდა ყოველი მათგანი. ასე ერთი შემთხვევით გარემოებათა დამთხოვის წყალობით მიაღწია გენერლობამდე კაცმა, რომელსაც სინამდვილეში ჯარისკაცობაზეც კი არ უოცნებია. თავდაცვის მინისტრად მის დანიშვნას წინ ერთი დაძაბული შაბათ-კვირა უსწრებდა. ქვეყნის პირველი პირის თვითმფრინავს საფრთხე შეექმნა. ამ ინციდენტის მეორე დღესვე უკვე გენერალ დავით თევზაძეს ნუგზარ საჯაიამ დაურეკა და გააფრთხილა, რომ პრეზიდენტს მასთან შეხვედრა სურდა. 15 წუთში მართლაც გამომიძახა. პრეზიდენტმა მკითხა თუ ვიყავი საქმის კურსში. ლაბორატორია იმაზე, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავს სუები უნდა დახვედროდა და ვერ დახვდა. აი, ქვები აღმოჩნდა ჩაყრილი იმაში. თუ გახსოვთ იყო ეგეთი ეპიზოდი. მე ვიფიქრე, გამომიძახეს იმიტომ, რომ როგორც ინსპექციის უფროსო უნდა მომემზადებინა მოხსენებითი ბარათი ამის თაობაზე რა მოხდა. ლაპარაკი წავიდა სხვა მიმართულებით. პრეზიდენტმა თქვა, რომ მან გადააყენა მინისტრი და კითხა მე შევძლებდი თუ არა მინისტრობას. მე ვკითხე რა დრო მაქვს მოსაბიკრებლად. მან მითხრა 2 წუთი. წუთ ნახევარში უპასუხებო კი. გავრისკე. ნახევარ წუთში მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილი ფასი და რისკის სერიოზულობა ალბათ პირველივე სამუშაო კვირას იგრძნო, როცა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს მთავრობამ არნახული სეკვესტრი გამოუწია. სეკვესტრი კი საინტერესო თემაა ეგა. არის რაღაც დეტალები, რასაც ნამდვილად ვერ მოუყვები, იმიტომ რომ ზოგიერთი მონაწილე თქვათ ამ დიალოგებისა ცოცხალი არ არის ახლა. რამდენიმე მიზეზი ქონდა ამ სეკვესტრს. განახევდა ჯერ ბიუჯეტი რეალურად და მერე გამესამენდა. მაგრამ ერთია ბიუჯეტი, რაც გამოგიყოფენ და მეორეა როგორ დაგიფინანსებენ. ყველაზე მძიმე ის არ იყო, რასაც გიყოფდნენ. ყველაზე მძიმე იყო, რასაც არ გიფინანსებდნენ მერე. ანუ ჩვენ დაგვჭირდა საბეჭდილება რაღაც მომენტში, რომ ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ ჯარი გამختارიყო დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. ძალიან ბევრი დაშერევა იყო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც მზად იყო რაღაც იტესარგებლა და ოღონდ კი ვთქვათ შეცვლილიყო შევარდნაძე. მარტაკებია საჭირო არც
სიტუაცია ნახევრად მშიერ ჯარში უკიდურესად ფეთქებადი იყო. ჯარის გარდა არსებობდა სხვა პრობლემაც, რომელიც თევზაძის წინამორბედმა კვირაიამ თავისებურად გადაჭრა. ტყეებს შეფარებული შეიარაღებული ფორმირებები. მათი დაშლა ყოფილი მინისტრის აზრით უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე მათთან არაფორმალური გარიგება. ყველა მისთვის გამოყოფილი გავლენის ზონაში უნდა დარჩენილიყო. საკადრო ცვლილებებმა ამ გარიგების სინამდვილე ორივე მხარისათვის საეჭვო გახადა. ქართველები ვიწყო დომს. თუ ვართ ქართველები? სამოქალაქო ვიწყო, დანჩენ ვიწყო სამოქალაქო ომს. всё, მე რა უნდა თქვა და. აკაკი ელიავას სახელი სამოქალაქო ომიდან იყო ცნობილი, სადაც იგი ეგრეთ წოდებული ზვიადისტების მხარეს იბრძოდა. შემდეგ მონაწილეობდა აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებშიც. სოხუმის დაცემის შემდეგ კი მისმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ლუგელის ტყეებში აფარა თავი. ერთხელ შევხვდით მარტო და ეს იყო აი ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ეს აგვისტოს შტურმი დაიწყებოდა სოხუმზე. გაიშტაბეჭდილება დატოვა მაშინ ესეთი. საქართველოში პატიოსანი კაცი ვერ იცხოვრებს. ოფიციალური ვერსიით აკაკი ელიავას ამბოხის მიზეზი მისი სიმთვრალე გახდა. ის ტყის მიდამოებიდან ნასვამ მდგომარეობაში ტანკებით დაიძრა. ამბოხებულებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ჯარების დასავლეთის ჯგუფის მეთაური გენერალ-მაიორი უჩაძე, იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული შაშიაშვილი, შინაგანი ჯარების გენერალი ყურაშვილი, უშიშროების მინისტრი გენერალ-მაიორი გახოკიძე და მისი მოადგილე ჟვანია, თუმცა უშედეგოდ. მე ისე მოხდა, რომ ჩემი ნაწილი მოიპარა და წავიდა ქუთაისის სასაღებად. რა თქმა უნდა არ დავანებებდი. ეს მართლა რთული ორი ღამე იყო. მოლაპარაკება მაგ დროს არ შეიძლება. მაგ დროს უნდა წაუყენო ულტიმატუმი და მე რასაც შეპირდების უნდა გააკეთო. სხვანაირად წაგებული ხარ. დილით შტურმი დაიწყო. თავდასხმის ჯგუფს პირადად მინისტრი თევზაძე მეთაურობდა. თითქმის ყველა მონაწილე შტურმის დაწყებისთანავე ჩაბარდა. როგორც მოსალოდნელი იყო ამბოხებულთა უმეტეს ნაწილს 18-19 წლის ახალწოულები წარმოადგენდნენ, რომლებიც როგორც შემდეგ პრეზიდენტის პრესმდივანი ვახტანგ აბაშიძე აცხადებდა, მოტყუებით, სწავლების საბაბით ჩაითრიეს ამბოხში. ყოველი მათგანი დაუბრუნდა დისლოკაციის ადგილს. ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ არავითარი ზომები არ მიუღია. აჯანყების მეთაურებს კი სამშობლოს ღალატი დასდეს ბრალად. $2000 წლის 1 ივნისს თბილისში ტერაქტი განხორციელდა. ტერაქტს თავდაცვის მინისტრის ძმა გურამ თევზაძე ემსხვერპლა. ამ თემაზე ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო. თავად დავით თევზაძემ კი საქმის გახსნამდე თავშესაფარი კვლავ ფილოსოფიურ სიმართლეში იპოვა. დრო იყო ეგეთი. ქვეყანას ვიცავდი და ძმა ვერ დავიცავე, ახლა ეს ეგრეა. ვერსად ვერ წაუვალე, არის ჩემი ცხოვრების ნაწილი უკვე. ჩემი ძმა ვერ დავიცავე, ჩემი ოჯახი ვერ დავიცავე. ქვეყანას ვიცავდი. ეს საზარელი მკვლელობის საქმე ქალაქში, სადაც ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის, მოულოდნელად საიდუმლოების ბურსმა მოიცვა. არავინ არაფერი უწყოდა მინისტრის პირად განცდებზეც. მას ყოველთვის მკვეთრად ჰქონდა გავლებული ზღვარი პირადსა და საზოგადოს შორის და ამას არასოდეს არ ყვებდა. როგორც შემდეგმა მოვლენებმა აჩვენა, გენერალ-ლეიტენანტი თევზაძისათვის არ უღალატია არც ნერვებს და არც ნებისყოფას. იცით რომელი შლეპანცი? აი პლასმასის შლეპანცები რო არის. 2 ლარი ღირს თუ რაღაცა შლეპანცი აცვე და გამეცინა რა იყო მე ვთხარი. შლეპანციანი ჯარისკაცის მეთაური ხარ მეთქი, ეხა შენ ღამ აყდი. 2001 წლის მაისში მედიამ მუხროვანში აჯანყების ფაქტი გაახმაურა. მაშინ ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით წამოიწყეს ამბოხი. იმის გულით რომ კაცი ჩექმას ითხოვს, კოჯის ბატალიონმა უნდა ჩაცხროს და არაფერს უცნაურს ისინი არ ითხოვდნენ. და ჩემგანაც არ ითხოვდნენ, ითხოვდნენ სახელმწიფოსგან. ფორმა არ იყო სწორი პრინციპში. მან ცოტა გაუგებრობა იყო. საერთოდ ეს დადგმული ამბოხი იყო. როგორც მე გაირკვა რა.
ახლა ვინც ეს ნაბიჯი გადადგა მე იმას ძალიან ახლოს ვიცნობდი ომიდან. ამიტომ მასთან მოლაპარაკება უბრალოდ ვალდებული ვიყავ. ჯერ დამელაპარაკა. უმესმინა რა უნდოდა. რა როგორ მოხდა. ამის მერე შევხვდი პრეზიდენტს და ვთხოვე რომ გადავეყენებინე. იმიტომ რომ შევპირდი იმას რომ ან მის მოთხოვნებს მოისმენდა უმაღლესი მთავარსარდალიან და მე გადავდგებოდი და მის გვერდში დავდგებოდი. უმაღლესმა მთავარსარდალმა გადაწყვიტა რომ მოესმინა. საქართველოს ჩრდილოეთით განვითარებულმა დრამატულმა ამბებმა ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას სპეციფიკური სახე მისცა. არც მწვადისა და არც შამფურის დაწვა არ ეგებოდა. საკუთარი ტერიტორიის სრულად გაკონტროლება მაშინდელი ძალებით არარეალური ამოცანა იყო, მაგრამ მეტნაკლებად ლავირების საშუალება მაინც რჩებოდა. ამიტომ პანკიში არსებული ჩეჩნური დაჯგუფებებისათვის არსებობდა გარკვეული ხელშეუხებლობის დაუწერელი გარანტიები. ისინიც თავის მხრივ უსიტყვო თანხმობას აცხადებდნენ იმაზე, რომ ყველასათვის შეუმჩნეველნი უნდა დარჩენილიყვნენ და საქართველო პროვოკაციებისაგან დაზღვეული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მონასტერი მაინც აირია. ერთ-ერთ ქართულ არხზე გაშუქდა ინფორმაცია გილაევის დაჯგუფებების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენის შესახებ. გილაევის ჯგუფი ერთ დღეს აღმოჩნდა ჯვარის მიდამოებში. როგორ ამანქანებით რანაირად ვინ გააკეთა ეს. იყო მართლა სირთულე იმ წუთშივე ასეთი აზრი გაჩნდა რომ ეს გამოყენებული იქნებოდა დარტყმისათვის. ეს მართლა იყო საბაბი იმისთვის რომ რუსებს დაერტყათ. როგორ შეჩერდა? მე ხეზე ასვლა უნდა გასწავლოთ. წერდა იმნაირად რომ ვერავინ დაინახა ერთ-ერთ ჩეჩენი ვერსად. ეს მართლა წარმატებული ოპერაცია იყო. 48 საათი ჩავატარეთ. სხვანებულმა საჯარიმ დაემბარა და ჯვარში არიან ჩეჩნები და რა გავაკეთოთ. მე დამიკავშირდა ემზარი. ერთ შევხვდით ერთმანეთს, ერთი გავიგე რომ რაღაც მძევლის პოზიციაში იყო უკვე. ამოზრავდით რა. გადაუკეტეთ ყველა მისასვლელი ყველას მაგენთან, მათ შორის ჟურნალისტებს. იმიტომ რომ კოდორი როცა დაიბომბა, სამწუხაროდ რუსთაველში გავიდა ცოტა არაკორექტული სიუჟეტი. ანუ სრულ ვაკუუმში მოაქციეთ სულ ყველა და გავაკეთეთ რაღაც გადაადგილებები. შედეგი იყო რომ ფაქტიურად ეს პრობლემა მოუხსენეთ. ეს ოპერაცია მუნჯი მინისტრისათვის დამახასიათებელი ხელწერით უსიტყვოდ ჩატარდა. პრობლემა, რომელიც მან მაშინ მოხსნა, ქვეყნისათვის საბედისწერო მნიშვნელობისა იყო. რუსეთთან ურთიერთობის ოდნავ მაინც დაძაბვას, ისედაც რთული განვითარების გზიდან ქვეყნის საბოლოოდ გადაგდება შეეძლო. მით უმეტეს, რომ რუსული პრესა ინციდენტის პირველივე წუთებიდან ამ ფაქტს ისე აშუქებდა, როგორც ოფიციალური ომის წინაპირობას. მაგრამ ყველაფერმა გადაიარა. სიტუაციის საბოლოოდ გასამუხტავად სამხედრო პირთა შორის პროფესიული სოლიდარობა ჩაერთო. ოთხი შეიძლება ლავირება. პირდაპირ გეტყვით ახლა. არ მახსოვს მე სირთულე, რომელიც მე შეხვედრის დროს რო აღმოჩენილა, რომ არა ვინასნი правильно поняли და რაღაც ახლა მაგის ბავშვი ვინ იყო, მაგრამ ეგ იძლეოდა საშუალებას იმისას, რომ სწორად გაგვეკობ თქვათ რაღაცა სიტუაციები გაგვემოხდა, მაგალითად იგივე კოდორში იმას გაგრძელება არ მოყოლია თქვენ იცით. ისე დამთავრდა ეს ყველაფერი, რომ ბოდიში მოიხადეს დესანტის გამო. 2002 წელს საქართველოში წვრთნისა და აღჭურის პროგრამა დაიწყო. საბოლოო შეფასებებით ეს პროგრამა ქართული ჯარის რეალური ჩამოყალიბებისათვის პირველი სერიოზული ნაბიჯი გახდა. მაგრამ მოხდა ის, რამაც წვრთნისა და აღჭურის პროგრამა რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. 19 ივლისს კოჯრის ელიტური ბატალიონის უფროსმა პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ 100 ოფიცერთან და სერჟანტთან ერთად გადადგომის შესახებ რაპორტი დაწერა.
ეს სწორედ ის სამხედროები იყვნენ, რომლებსაც რამდენიმე დღეში ამერიკელი ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ მომზადება უნდა დაეწყოთ. ოფიციალური ვერსიით, თითქმის მთელი ბატალიონის გადადგომის მიზეზად სოციალური და ფინანსური პრობლემები დასახელდა. თუმცა კულუარული ინფორმაციით საბოტაჟის საბაბი თევზაძისა და ჯანჯღავას პიროვნული კონფლიქტი გახდა. ცოტა ძიმეა ჩემთვის ჯანჯღავაზე ლაპარაკი ახლა, ეს გავიცანი მე ისეთი თვალებანთებული ბავშვი იყო და მგონა რომ ჯარი უნდა, მაგრამ მე გამოირკვა რომ პოლიტიკაც უნდა ერთდროულად. ახლა ისე წავიდა ის ვითარება რომ წვრთნა და აღჭურვა ჩვენი მიზეზით შეიძლება და ჩავარდნილიყო და როცა გავაანალიზეთ რა ხდებოდა, გამოიკვეთა რომ ან არა კეთილსინდისერად აკეთებდა თავის საქმეს, ან და გამიზნულად ცუდად აკეთებდა. ან და არ შეეძლო საქმის კეთება. სამივე შემთხვევაში ცალსაღა იყო დასკვნა რომ უნდა აგვერიდებინა მისთვის. ინციდენტი მალე ამოიწურა და მან ვერ შეძლო რეალური საფრთხე შეექმნა პროგრამის შემდგომი განვითარებისათვის. ამ პერიოდში ხორციელდებოდა სტრუქტურული ცვლილებებიც, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესი იყო სტრატეგიული დეპარტამენტის შექმნა. ჩამოყალიბდა დაზვერვის სამსახური. გარკვეულწილად გამოიკვეთა ფლოტის შექმნის პირველი ნიშნები. ეკონომიკური მარწუხების გამო ბევრი რამ მხოლოდ პირადი კონტაქტების ხარჯზე კეთდებოდა, როგორც მაგალითად თურქული ინვესტიციის მოზიდვა მე-11 ბრიგადის აღჭურვაში, რამდენიმე სასწავლო ცენტრის მოწყობაში. თანამშრომლობა გერმანიასთან, ბულგარეთთან, რომლებმაც საქართველოს სადესანტო გემები გადასცა. გაჩნდა ახალი ტიპის სამხედრო ძალა, ეგრეთ წოდებული მსუბუქი ქვეითები და სპეცმომზადების ნაწილები. მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთი იყო იმ პრობლემებთან შედარებით, რომელიც ქართულ ჯარს ჰქონდა. და ეს პრობლემები როგორც სარკეში, ისე აისახებოდა ქვეყნის ცხოვრებაში. ისნის სამხედრო ბაზაზე ინციდენტი მოხდა. ეროვნული გვარდიის 19-მა წევრმა სამხედრო ნაწილი დაიკავა. მაშინ მედიის საშუალებებით ვრცელდებოდა ოფიციალურ პირთა განცხადებები გარკვეული ძალების შესახებ, რომლებიც ამ აჯანყების უკან იდგნენ. გაიჟღერა კიტოვანის გვარმაც, თუმცა თავად აჯანყებულები ამბოხის ერთადერთ მიზეზად სოციალურ პირობებს ასახელებდნენ. მათი ახლობლების განმარტებით იმ დღეს, 2003 წლის 23 მარტს, გვარდიელები ყოფილი თანამებრძოლის დასაფლავებიდან დაბრუნდნენ და მათი პროტესტი სწორედ გარდაცვლილი მეგობრის ოჯახის ყოფის უმძიმესმა სურათმა გამოიწვია. Ariel ნაწილში ისანში შეიჭრა. იმათი გაგება შეიძლებოდა, ახლა მეგობარი გაასვენეს, ნასვამები დაბრუნდნენ, ვიღაცამ რაღაც შეუჩიჩხინა. ის ისანში ნაწილი ფაქტიურად გაცლილი იყო. ორი ჟანგიანი ტანკი იდგა და მოდი იყო რომ პანიკა ატეხეს ძალიან ძლიერი და დილამდე რო გაეტანა ამ სიტუაციას ცუდი იქნებოდა. მე შევთავაზე რომ ნაწილი დაეტოვებინა და ჩაგუბარებოდნენ. რადგანაც მივიღე გაუგებარი მუქარა. მაშინ მე მოვთხოვე რომ ამ მუქარის შესრულება დაეწყოთ თვითონ ჯერ და მე რასაც შევპირდი იმას გავაკეთებდი. ცოტა ხანში დაგვვნებდნენ და ჩავაბარეთ პოლიციას ახლა ჩვენ. სხვა ვიყავით. მსგავსი პრობლემები მაშინ საქართველოში ყველა სფეროში, ყველა დონეზე და ყველა კარს მიღმა იმდენი დაგროვდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. ის ემსახურება 3 ჯიპი. Land Cruiser-ი, 2 Land Cruiser-ი, უბრალოდ Land Cruiser-ი და 2 Lexus-ი დაცვაში. არც ერთი მათგანი რამდენიც მე ვიცი $60,000 ნაკლები არ არის. 3 ჯიპი ერთხელთან შესყიდული, შემდეგ კიდე 3 ჯიპი იქან შესყიდული. რამდენად აქვს ამას რეალურად გამართლება თავდაცვის პოლიტიკის და იმ პირობების ფონზე რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში. ფასები არ ვიცი რა ღირს, ყოველ შემთხვევაში ვინც ეს მანქანები შემოიყვანა, დღეს ჩვენთან არ მუშაობს. მე ვარ ყო რომ ესე იგი უცხებას დამფუძნებელი არის თქვენი ოჯახის წევრი, თქვენ უმოწყებასთან აფორმებთ კონტრაქტს და შემდეგ ეს კონტრაქტი როგორ შემოვიდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს არის ყველანაირად საკმაოდ საეჭვო ქმედება. არ მიყვარს. ძალიან დახევა. 2003 წლის შემოდგომაზე ჯერ კიდევ სანამ სიტუაცია ბოლომდე დაიძაბება და მოვლენათა საყოველთაოდ ცნობილ განვითარებას ვიხილავთ, თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური მინისტრს ფრიად საგულისხმო ცნობებს აწვდის. მინისტრის თავის მხრივ საქმის არში პრეზიდენტის გარკვევას არ აყოვნებს
მაგრამ თევზაძის გასაოცრად შევარდნაძემ მის ინფორმაციას ქვეყანაში მოსალოდნელი ორომტრიალის შესახებ წაუყრუა. მეტიც ძალიან მალე საიდუმლო საბუთები გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. სულ რაღაც ერთ თვეში იმის გამოსაცნობად თუ რა მზადდებოდა, არავითარი საიდუმლო და სადაზვერო სამსახური აღარ იყო საჭირო. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ერთი შეხედვით გადაუჭრელი დილემის წინაშე დადგა. რა თქმა უნდა, შემეძლო სამხედრო გადატრიალება. მე ეს რა კარგი იქნებოდა? აი ამ სიტუაციაში რაც მაშინ ხდებოდა, რა ერთადერთი სწორი გამოსავალი, თქვა გენშტაბის აზრით, იყო სამხედრო გადატრიალება, რომელიც დაალაგებდა და დააწყნარებდა ქვეყანას და მე როგორც აი თურქეთში მოხდა. გადააბარებდა, თქვა თემას. აი ეს არ გავაკეთე. თუმცა აზრი იყო. პრინციპში სწორი აზრი იყო. 23 ნოემბერს მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც თბილისის ქუჩებში არ იყო, დაძაბული ადევნებდა თვალს გადამწყვეტ მოვლენებს. შეუმჩნეველი არავის დარჩენია, რომ ქვეყნის პირველი პირის გარემოცვაში თავდაცვის მინისტრი არ იყო. ბუნებრივია, ეს შეუმჩნეველი არც შევარდნაძეს დარჩებოდა. დარეკა მოსლამთხოვა ეს უკვე იზღამეა რა. ხო და ძალიან ცუდი კავშირი იყო, იმიტომ რომ მე ეს არ მithქვამს, რომ არ მოვალ. მე უთხარი რომ აღმოჩნდეს რომ ვერ მოვედი მეთქი, მაშინ როგორ მოვიქცე, ანუ მე მჭირდებოდა დავალება, რომელსაც უტოვებდი გენშტაბის უფროსს. თორე ყველაზე რთული მომენტი ეგ არის, რომ წდები მართვის პუნქტი შეიძლება შენი ის გაგექცეს სტრუქტურა, ხო? ახლა ქუჩაში რა ხდებოდა, ეს გასაგებია, მაგრამ ახლა ჯარიც რო გაქცეულიყო, თქვა, ან ქუჩაში ან რამე იქნებოდა ხაოსი და უბედურება და მაგაზე პასუხისმგებელი იმ წუთში არ შევარდნაძე იყო, არც ხვავინმე, მე ვიყავი პასუხისმგებელი. ამიტომ მე უნდა დამეტოვებინა კაცრი დირექტივა. აკეთებთ ამას, აკეთებთ ამას, აკეთებთ ამას. და გამჭედეს მომიტინგეებმა. შო ვაკეთებთ ამას, ხო? თქვათ. ხო და მე მგონი ვერ აღიქვა სწორად შეკითხვა, იმიტომ რომ ისეთი რაღაც მკითხა რომ მე მივხვდი რომ შემდეგ დაზუსტებას აზრი არ კონდა. მკითხა ესეთი რამე ხო არ გეშინია ქუჩაში გამოსვლა. მე წესით არავინ არ უნდა მკითხოს ეგ. უბრალოდ მით უმეტეს მას არ უნდა ეკითხა მშვენივრად იცოდა მე რის იმეში უნდა ცხოვრებაში დალიწერა. ვარდების რევოლუციის შემდეგ სხვებივით მასაც პოსტის დატოვება მოუხდა. მან ეს ისე გააკეთა, თითქოს ხვისთვის შეკერილი სამოსი გამოეცვალოს. საკუთარი გამოცდილების რეალიზება განსხვავებულ ამპლუაში, ნატოში საქართველოს ელჩის როლში გააგრძელა. ხეზე ასლა თუ ასწავლე? ხეზე? ნაბიხარ ხეზე? ეს პირველი გავიგე მე ეს ისტორია. უნდა ივარჯიშოს. მისი სამხედრო გამოცდილება კვლავ რეალიზდება. მაგრამ ეს უკვე მაინც წარსული ცხოვრებაა, რომელსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი საკუთარიდან გადახვევად აღიქვამს. იგი 50-მდე ფილოსოფიური ნაშრომის ავტორია. გამოცემული აქვს 2 წიგნი მინიატურული პროზის ჟანრში. არის 6 შვილის მამა. დღემდე იგი ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც სიურპრიზების ყუთს და საკუთარ როლს მხოლოდ გარემოებათა სწორად შეფასებაში ხედავს. როგორ არის ახლა ბედის წერა, ცოტა ისეთი თემაა. რუსებს აქვთ კაი გამოთქმას, წიჩენიებს დაეწელს. იქ ის ეს ვითომ შემთხვევით ხდება ყველაფერი და სინამდვილეში. აი ეს გაგიყვან სადღაც. და ვფიქრდი, მგონია ჩემაგივრად სხვა მიცხოვრო. ნაწყვეტი დავით თევზაძის დღიურიდან. მთელი ცხოვრება სხვის მაგივრად ვცხოვრობდი. სხვისი სასიარულო ბილიკი ავირჩიე. როგორ მოხდა ეს, როდის? ახლა არ მახსოვს და გახსენებაც არ ძალმიც. დიდხანს მატორღიალა უგზოობაში ამ ბილიკმა. მაწვალა ბევრჯერ და ახლა როდესაც ჩემ წინ დაღმართის მეტი არაფერი ჩანს, მივხვდი რომ ჩემი ასავლელი მწვერვალი ამივლია და უკან უნდა მოვიხედო. წინ თუ დაღმართია, უკანაც დაღმართი იქნება უთუოდ. აქედან კი ორ დაღმართშუა ყველაფერი ჩანს. წინ მიწა და სიკვდილის სუნთქვა. თბილი, ნაზი და ალერსიანი, როგორც ჩემი ნაბოლარას ალერსი. უკან უთავბოლოდ გავლილი, გატარებული და გასაცოდავებული ჟამია. ჟამი იმედის, ჟამი სიყვარულის, ჟამი უდიდესი ბედნიერების და უდიდესი წუხილის. ძალიან საინტერესო ტრაქტატი არის ბუშიდო. ეს არის იაპონელი სამურაების კოდექსი ღირსების.
მეომარი თუ ხარ პოეზიაც უნდა იცოდე, კაი კალიგრაფიაც უნდა გქონდე. სინაზესაც უნდა აფასებდე. და იცხოვრო ისე თითქოს მოკლეს გუშინ. ანუ შენ წინ კი არ არის სიკვდილი, შენს უკან არის. ეს არის იმათი გაგება მეომრისა. ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ეს შენს მეომრობას აჩვენებს, ნულზე დავყავს, არასოდეს მეომარი არ იქნება. ყოველთვის რაღაცის შეგეშინდება. თუ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, შეგეშინდება რომ არ დაგინახოს ვინმე რომ უმნიშვნელო ხარ. განა შეიძლება მუდამ გახსოვდეს სიკვდილი და არ ფიქრობდე რომ ყველაფერი სხვაგვარადად შეიძლებოდა ყოფილიყო. დავით თევზაძე შეეძლო ყოფილიყო მწერალი. ღმერთმა მას მისცა მხატვრის ნიჭიც. მას შეეძლო ეფილოსოფოსა რბილ სავარძელში, ან დაკმაყოფილებულიყო დიდი ტრადიციული ოჯახის მახვშის როლს. უცნაურია განგება, რომელმაც ყველა ამ გარემოებათა შორის გადამწყვეტი ხმისუფლება მეომრის ფილოსოფიას მიანიჭა.